სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება არ არის რაღაც ზოგად აბსტრაქტული რელიგიური ცხოვრება, როცა ადამიანს რაღაცას სწამს, რაღაცას აკეთებს, რაღაცას გძნობს და სადღაც მიდის. არამედ ჩვენი სულიერი რელიგიური ცხოვრება არის უაღრესად კონკრეტული. უფალი პირდაპირ ამბობს, იგი არის გზა. გზა კონკრეტულია. უფალი პირდაპირ ამბობს, რომ იგი არის კარები და მის მიერ უნდა შევიდეთ. უფალი იმასაც ამბობს, რომ ეს კარები ძალიან ვიწროა და მას ბევრი მოძებნიან და ვერ იპოვიან. ეს ნიშნავს იმას კიდევ, რომ ქრისტიანობა, რომ ჩვენ კონკრეტულად ადამიანათა მოსული იესო ქრისტეს მოწაფენი ვართ. სხვა ქრისტე არ არსებობს. არის ერთი, ერთადერთი და მისი მოწაფენი ვართ. როგორც მოციქულთა პერიოდში ვერ იქნებოდა ადამიანი ქრისტიანი თუ კონკრეტულად ერთადერთ ქრისტესთან არ მივიდოდა, მისას არ მოისმენდა, მისას არ მიიღებდა, მას არ მიბაძავდა, მას არ მიემსგავსებოდა და შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად ქრისტიანობა, ასევეა ზუსტად დღესაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს აბსოლუტურად ზუსტი ცოდნა, თუ რა არის ქრისტიანობა. ამას იმიტომ ამბობ, რომ სამწუხაროდ ქართულ სინამდვილეში ესეა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი სულიერი ცხოვრება და ქრისტიანული ცხოვრება ვერ არის ისეთი კონკრეტული და ჩვენ ძალიან ხშირად არ ვიცით რა არის ქრისტიანობა. ამას შედეგად მოსდევს ის, რომ ჩვენ ვიგონებთ ჩვენ ქრისტიანობას და ძალიან ხშირად ქრისტიანობა ჩვენთვის არის სულ სხვა რამე და სინამდვილეში იგი ობიექტურად სულ სხვა რამე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და შესაბამისად აქედან გამომდინარე არ უნდა დაუშვათ, რომ ჩვენ რაღაცა არ ვიცოდეთ. მე ვგულისხმობ ცოდნის საგანში იმას, რაც ჩვენთვის არის მოცემული ღვთისაგან, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია იყო ქრისტიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ღმერთი და როგორია იგი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. და ის, რომ ღმერთი სამებაა, ჩვენთვის ამას ძალიან დიდად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. უფალი ამბობს, როგორც ჩვენ ვართ ერთნი, მამაო, ისე ესენი ჩემი მოწაფეები იყვნენ ერთნი. და მერე ჩვენ შორის ამასაც ამატებს უფალი. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანი ვერ იქნება ქრისტიანი. შეუძლებელია, გამორიცხულია, რომ ცალკე რომელიმე კონკრეტული ადამიანი იყოს ქრისტიანი ერთობის გარეშე. ამას ჩვენ ხშირად უსვამთ ხას, იმიტომ რომ ძალიან დაკნინებულია ეს ერთობის განცდა ქრისტიანებში და ადამიანი წირვაზეც კი რომ მოდის ინდივიდუალისტურად, ეგოისტურად თავისთვის. ადამიანს ხშირად აღიზიანებს ხალხმრავლობა ტაძარში. ადამიანს ურჩევნია სადღაც მყუდრო ტაძარში, რომელშიც გულისხმობს, რომ კაციშვილი არ არიან 1-2 კანტი კუნდათ, რომ თავისთვის სადღაც მიიყუჟოს და ილოცოს. ამისთვის სენაკის ლოცვა, სენაკური ტიპის ლოცვა არსებობს. ხოლო ლიტურგიული მსახურება თვითონ სიტყვას მიგვანიშნებს, ეს ბერძნული სიტყვა, რომ ეს არის ერთი თლიანობა, მთელი ადამიანების, ადამიანთა ერთობლივი მსახურება არის. ვერ იქნები ადამიანი მარტო ქრისტიანი, უნდა ერთად ვიყოთ. ასევე კონკრეტულად უამრავი რაღაცა, რაც მოგვეცა ჩვენ ცოდნა, ყველაფერი მოგვეცა იმისათვის, რომ ჩვენ მას ჩვენთვის კონკრეტულად მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისათვის. მაგალითად, ჩვენ უწოდებთ ღმერთს მამას, მამა ღმერთი და ძე ღმერთი, თქვათ ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ღმერთი ისე გამოგცხადებოდა, რომ მაინდა-მაინც მამა რქმეოდა და ძე რქმეოდა. ეს ხო ჩვენთვის გასაგებ ენაზე რაღაცა თქვა ღმერთმა. რაღაცა გვითხრა ღმერთმა ამით. კონკრეტულად ის მაგალითად, რომ ჩვენ ძე ღმერთთან საერთო სისხლი და ხორცი გვაქვს. და შესაბამისად ჩვენ მისი ძმები და დები ვხდებით. და შესაბამისად ჩვენ
ღვთის შვილები ხდებით, ნამდვილად ღვთის შვილები. მართალია მადლით, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. ჩვენ ღვთის შვილები ხდებით, ისეთი როგორც ქრისტეა და პავლე მოციქულიც ესე ამბობს, უბრალოდ მემკვიდრე კი არა ხარო, თანამემკვიდრე ხარო ქრისტესში. ამიტომ ჩვენ როცა ღმერთს მამას უწოდებთ, უნდა გავიაზროთ, რომ რატომ უწოდებთ მას მამას. და რატო გამოგვეცხადა ღმერთი, მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი კიდე სხვა თემაა და რატომ არის ეს? არაფერი შემთხვევითი არ არის. თითოეულ დოგმაც წმინდა წერილში აქვს თავისი კონკრეტული მნიშვნელობა ჩვენი ცხონებისათვის. ყველაფერი რაც დაიწერა, ყველაფერი რაც ღმერთმა გააკეთა. დაწყებული იმ პირველი სიტყვიდან, როცა უფალი ქმნის დასაბამად ღმერთმა ქმნა ცაი და ქვეყანა, აი არაფრისაგან როცა შექმნა. შემდეგ როცა თქვა იქმნენ ნათელი და სამყარო, აი ყველაფერი რაც არის, ყველაფერი აბსოლუტურად არის ჩვენთვის, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის. შესაბამისად წმინდა წერილში რაც წერია, ყველაფერი ჩვენთვის არის. და მას აუცილებლად უნდა გაგება ჩაღმავება და ცოდნა. ზერელე გულგრილი დამოკიდებულება არაფერს მოგცემს, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ არ გვეცოდინებ. აი წარმოგიდგენიათ, ღმერთმა იმისათვის რომ ჩვენ მისი ნება გვცოდნოდა, ადამიანად მოვიდა და თქვა ადამიანურ ენაზე. და ეს დაფიქსირდა წერილობითად. და 2000 წლის მერე თითოეული ჩვენთანგანის ოჯახშია. ყველას ჯიბეში გვიდებს. ანუ რისთვის? იმისათვის რომ მან რაც ინება, მან რაც თქვა, ჩემთვისაც თქვა, შენთვისაც თქვა და ჩვენას უნდა ვიცოდეთ. თან ჩვენ ამ ბრძოლაში ესე მარტო არა ვართ. და ეს ბრძოლა მართლაც ბრძოლაა. ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავსაც, ამას სოფლის სულსაც და დაცემულ ანგელოზსაც და დაცემულ ქერუბიმსაც თელი თავისი მიმდევრებით. ეს ბრძოლა ძალიან სასტიკია, იმიტომ რომ ჩვენ მიღმიერ სამყაროს ვერ ვხედავთ. ჩვენ ბრმები ვართ მიღმიერი სამყაროსათვის. ის კიდე ჩვენ გვხედავს. წარმოგიდგენიათ, ესე იგი მრისხანე მტერთან ომობდე, თვალახვეული და ის კიდე თვალაფხილული გხედავდეს. როგორი საომარი. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არა ვართ, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ჩვენთან არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი არის ობიექტურად, პოტენციურად, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ჩვენ თუ გულში არ შევუშვით. სულიერ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნიუანსია ისეთი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ შეიძლება არ ვიცოდეთ. მე გულისხმობ ზოგადად. არ ვიცით ღმერთთან საუბარი. არ ვიცნობთ ქრისტეს. არ ვიცით როგორ უერთგულოთ მას. არ ვიცით რა მოუხერხოთ საკუთარ თავს. იმისათვის რომ ჩვენ ქრისტიანობა შევძლოთ. ქრისტესთან უნდა მივიდეთ. გაიხსენეთ, მაცხოვარი სანამ საზოგადო მოღვაწეობას იწყებს, რას აკეთებს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადო მოღვაწეობა მისი ნათლისღებით იწყება, მაგრამ ეს პირობითია, ხო იცით, წმინდა წერილშივე იოანე მოციქულის სიტყვებში ჩანს, მე უნდა მივიღო შენგან ნათელი და შენ ჩემთან რატომ მოხვედიო? ესე უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. ის სიმართლე, რომ მე მივედი ადამიანად და ყველაფერს ვაკეთებ ის, რაც თქვენთვის საჭიროა. და ნათლისღების მერე, სანამ საზოგადო მოღვაწეობას დაიწყებს, მანამდე რას აკეთებს? უდაბნოში გადის. და გამოიცდება ეშმაკის მიერ. ანუ ადამიანის მისი როგორც ადამიანის მოღვაწეობა იწყება ეშმაკთან ბრძოლით და ეშმაკის დამარცხებით უდაბნოში. რატომ წერი? რატომ მოხდა ეს? რა ქრისტეს ახლა მართლა ეშმაკი რამეს ავნებდა? გასაგებია რომ ეშმაკი ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე და რადგან ადამიანს ხედავს, ფიქრობს რომ როგორც ადამი და ევა დავამარცხე, ამასაც როგორ ვერ დავამარცხებ, იმიტომ რომ ესეც ხო ადამიანის შვილია, ფიქრობს. და ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც და რა უბედურებაც მოაწია ადამიანს სამოთხეში, ზუსტად იგივეს უკეთებს ქრისტეს იქ. ცოტა სხვა სიტყვებით არის, მაგრამ არსი ერთ და იგივე, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, ზუსტად იგივეს აკეთებს. და განსაკუთრებულად ხას უსვამს იმას, რითიც დაავარდა შემდეგ ადამი, რითიც დაავარდა, სიამეთ მოყარეობით, მომხვეჭელობითა და პატივმოყარეობით, ზუსტად იგივე
დაავადებაზე, იმ დაავადებაზე იმოქმედოს, ფიქრობს, რომ იგივე დაავადებით არის ქრისტე ავად და ამით დაამარცხოს. რატო ხდება ეს, როგორ ფიქრობთ? ან რატო მოხდა? ან რატო წერია? იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს აი ეს გზაა გასავლელი. დიახაც ეშმაკთან ბრძოლისა, როცა ეშმაკი სწორედ იმ სამი ძირითადი ვნებით, სიამეთ მოყარეობით, მომხოჭოლობითა და პატივმოყარეობით, რითაც ქრისტეს უდაბნოში ებრძვის, ეს სამი ვნება არის კიდევ ყველა დანარჩენი ცოდვის ფესვი შეიძლება ასე ითქვას. როცა ჩვენ ახსარებებს ვამბობთ, არაფერი არ გვშველის, რატო? იმიტომ რომ იმ ფესვებში არ ჩავდივართ. რომელი ფესვები სწორედ აი ამ ბრძოლაში ჩანს უდაბნოში. თითოეულ ჩვენთაგანს აი ეს ბრძოლა გასავლელი აქვს. მე ხა ვიღაცა იყოს, მოდი და გავიაროთ ეს ბრძოლა. ეს ბრძოლა არც დაგვიწყია. იმიტომ რომ ამ ბრძოლაში რომ შეხვიდე, უნდა მოღვაწეობა დაიწყო. ჩვენ მონათლულები ვართ და ის რაც ნათლისღებაში მოგვეცა, იმის გაცოცხლება უნდა დავიწყოთ. როგორც კი იმის გაცოცხლებას დაიწყებს, სწორედ მერე იწყება მასთან შერკინება, თორე ჩვენ შეიძლება ისე დავამთავროთ ჩვენი მიწიერი ცხოვრება და ქრისტიანული ცხოვრება, რომ ეს ბრძოლა არც იყოს დაწყებული. პატარა ჩვენს ოდნავ გაფართხალებაზე, რომ რაღაცა ქრისტიანული ცხოვრება გვინდა, ეგრევე, აი როგორც ძლიერი მოწინააღმდეგე სულს, ეგრევე ხელს კრავს და გვაგდებს. წამოდგომის საშუალებასაც არ გვაძლევს. არათუ ბრძოლის დაწყების, განვითარების და შესაძლო გამარჯვების. ჩვენ არც კი ვიცნობთ ეშმაკთან ბრძოლის ხერხებს. არც კი ვიცით ეს რა ფენომენი. ვიღაცა იტყვის, კი მაგრამ ეს ხო ჩვენი საქმე არ არის, ბერების და მონოზვნების საქმეა. და რატოა ბერების და მონოზვნების საქმე? რატომ არის ბერების და მონოზვნების საქმე? მე მოდადება, აი წარმოედგინეთ, ჩვენ ხვალე რომ გარდავიცვლებით. გარდაცვალება ჩვენი განსხვავებული იქნება ბერის გარდაცვალებისა და მონოზვნის გარდაცვალებისა. არ იქნება განსხვავებული. ადამიანი გინა ბერი იყოს, გინა მონოზონი, გინა ერისკაცი, გინა მღვდელი, გინა ვინც გინა იყოს, გინა დიდგვაროვანი, გინა ღარიბი, გინა მდიდარი, სულ ერთია. ესე საცოდავად არ რჩება მარტო სიკვდილის წინ, როგორც დაიბადა ესე დედიშობილა, შეიძლება ასე ითქვას, ესი არ მიდის ამ ქვეყნიდან. იმ თავარ გამოწვევაში და მთავარ ბრძოლაში რა მნიშვნელობა აქვს შენ ვინახა და ვინ იყავ? იქ ერთადერთს აქვს მნიშვნელობა, რა გამოცდილება გქონდა სულიერ ცხოვრებაში. რაში გამოიყენე გინა შენი ბერობა და მონოზნობა, რაში გამოიყენე შენი ერისკაცობა, როცა შენ გევალებოდა, რომ ქრისტეს ერთგული ყოფილიყავი ერში, რაში გამოიყენე შენი ქრისტიანობა, შენი აღსარებლობა, შენი მაზიარებლობა, შენი მრევლისწევრობა, შენი ღამედგომა, შენი ღამე წამოდგომა, აი რაში გამოიყენე? შენი ნიჭები რაც მოგეცა, რაში გამოიყენე? სულ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ეს ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაღაც დაგამძიმოთ. ეს ისეთი საინტერესოა, ცხოვრებას ისეთ მშვენიერს ხდის. გნებავთ ესეთ სიტყვა რო თქვა, რომანტიკულს, ეს სიტყვა ძალიან ისეთი. ისეთ ლამას ხდის. აბა რა არის ჩვენი ცხოვრება? ჭამოსვა, დაიძინო, და ეჩხუბო იქ სახში ოჯახის წევრებს და ეგ არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება ხო გვინდა ლამაზი და მშვენიერი იყოს. რაღაცა ყოველდღე ახალი იყოს. შემოქმედებითი წვა იყოს ამ ჩვენ ცხოვრებაში. ერთი დღე მეორეს არ გავდეს. ხო გვინდა ეს? აბა გვინდა რომ ერთ და იგივე საჭმელისათვის, სასმელისათვის ვიცხოვროთ? ფიზიოლოგიური არსებობისათვის ვიცხოვროთ? ხო გვინდა რაღაც ყოველ წამს ახალი იყოს? ხო და ეს ყოველ წამს, ყოველთვის ახალს გვაძლევს სწორედ სულიერი ცხოვრება. თუ ადამიანი სწორად მიუდგება სულიერ ცხოვრებას და სულიერ ცხოვრებას არ გადააქცევს რაღაც წესებისა და კანონების შესრულების რაღაც საშინელ წესს, რომელიც მე თვითონ ბეზდება ადამიანს და იხჩობა უკვე. აი რელიგიურ ცხოვრებაში ისე იხჩობა, რომ არაფრის გაგონება აღარ უნდა. იმიტომ რომ ღმერთი ვერ ნახა, ქრისტე ვერ დაინახა, სიცოცხლე არ არის ამ სულიერ ცხოვრებაში. ღმერთი ვერ გაიცნო, ღმერთთან ერთობა არ აქვს. ამას უფალი რამდენჯერ უსვავს ხას წმინდა წერიში, როცა ეუბნებიან უფალო კაცო, შენ წინაშე არ ცხოვრობდით, ყველაფერს ვასრულებდით, წინასწარ მეტყოლებდით და სასწაულებსაც კი ვახდენდით, ყველაფერს ვიცავდით.
უფალი რას ეუბნება ხოლმე, რამდენიმე ადგილია ეს წმინდა წერილში. მსგავსი. უფალი ეუბნება არ გიცნობ. ერთ ადგილას ამბობს არ გიცნობ მოქმედო უსჯულოების ანუ თავარი ის კი არ არის შერას აკეთებული, თავარი არის ეს გაკეთებული. თუ ამ გაკეთებულს მე გულისხმობ იგივე წეს და კანონს თუ მიყავ ხარ იქამდე, რასაც ქრისტეს ცნობა ქვია, რომ გაიცნო ქრისტე და გაიცნო რისთვის, რომ მასთან ურთიერთობა გქონდეს. ხოლო ეს კიდე შეუძლებელია თუ მისი მსგავსებისაკენ არ მივისწრაფით და მისი ქრისტეს რომ მიემსგავსო, რატო არ რთული ქრისტეს რომ ქრისტე ჩვენგან რას ითხოვს? სასწაულ მოქმედებას, მკვდრების გაცოცხლებას, ამას არ ითხოვს. ქრისტე არ ამბობს რომ მომბაძეთ, ჩემგან ისწავლეთ, მე ვარ სასწაულო მოქმედი. სამ წერია სახარებაში. ისწავლეთ ჩემგან, მე დაბადებიდან ბრმას აუხილე თვალები. საწერია სახარა, არსად არ წერია. აბა რა წერია? ისწავლეთ ჩემგან, 7 ვარ და მდაბალი. აი ამას ითხოვს, მეც არაფერს. ой, რა ადვილი ყოფილა ადამიანს ყვის, რომ მდაბალი, ვიქნები მდაბალი. რთულია. იმიტომ რომ სიმდაბლე ის ქრისტეს სიმდაბლისადმი მიმსგავსება, ნახეთ როგორი რთულია. თუ სიმდაბლეში არსებობს პირველი და მეორე ადგილი, პირველი ადგილი დიდი ხანი დაკავებულია, ის ქრისტეს ეკუთვნის. იმიტომ რომ რა არის სიმდაბლე? ის დიდი დიაპაზონი, რაც გაიარა მან, ღმერთია, წარმოიდგინეთ ღმერთია და ყველაზე დაბლა ჩავიდა და ყველას მოგვემსახურა. და როგორც ლუკას სახარებაში წერია, დღემდე გვემსახურება და რომ დაბრუნდება, დიდებით კიდე მოგვემსახურება. აბა, ადამიანური ბუნება რისთვის შეინარჩუნა ამისათვის სწორედ რომ მოგვემსახუროს, თორემ მას ეს არ ჭირდება. უკიდურესად დაინდაბლა თავი, სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე, ჯოჯოხეთში ჩავიდა. და გეუბნება მომბაძე. და თუ არ ბაძავ მას და არ სწავლობ მას, არ სწავლობ ამ თავარ საქმეს, როგორ დაინდაბლო თავი, როგორც ქრისტემ დაინდაბლა. და თუ ჩვენ ყველაფერს რაც ეკლესიაში ხდება, წესი, კანონი, დოგმატი, საიდუმლოება, ლოცვა, ყველაფერი თუ არ ხდება იმისათვის, რომ ქრისტეს მივემსგავსოთ სიმდაბლეში, ყველა მთელი ჩვენი რელიგიური ცხოვრება არის ამაო. არა მარტო სიმდაბლეში, სიმშვიდეში. ჩამქრალი, ნახევრად ჩამქრალი პატროქი არ ჩააქრო. და გატეხილი ლერწამი არ შემუსრა. ხედავთ, როგორი ფაქიზია. გახსოვთ, ილიას რო ეცხადება, ესეც გახსოვთ. გურგვინვაში, ცეცხლში, მიწისძვრაში, ღმერთი არ იყო. სად იყო ღმერთი? ოდნავ სიოში. ამიტომ ამბობთ ხოლმე, არ შეიძლება სიფაქიზის. გნებავთ სინაზის თუნდაც. ოღონ კაი გაგებით. არა ქალაჩონური სინაზე, ნამდვილი. აი გნებავთ მამობრივი სინაზე. აქ ხო პატარა შვილს ჩაიხუტებს მამა, უარ მოუჭერს ხელს. აი ამ სიფაქიზეში არის ქრისტე და არა მრისხანებაში, არა აგრესიაში, არა განკითხვაში. უფალი როგორ ამბობს სხვას, რომ უბრაზდები, მრისხანები, მკვლელი ხარო, გეუბნება უფალი. მკვლელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ იდეალისაგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ ეს არის ჩვენი გზა. მრისხანება მან საღვთო სიმართლე ვერ ქნას, გვასწავლის მოციქული წმინდა წერილში. არ შეუძლებელი, ყველაზე ძალიან როცა უნდა გაბრაზებულიყო ქრისტე ჯვარზე. მეუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოცემული გზა ქრისტეს მიერ. ზუსტად ვიცით როგორები უნდა გავხდეთ. როგორები უნდა გავხდეთ, ზუსტად ვიცით და რა გზა უნდა გავიაროთ, ესეც ვიცით. უნდა ლოცვა ვისწავლოთ, უნდა ღმერთთან დიალოგში შევიდეთ და ამისათვის კიდე საიდუმლოება გვეძლება ეკლესიისა, ოღონდ ეს ყველაფერი ერთობით. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. მართლმადიდებელი ეკლესია და რა არის მართლმადიდებელი ეკლესია? რა ადამიანური ინსტიტუტია, რაღაცა მსოფლმხედველობა. ეს არის ქრისტეს სხეული და ქრისტეს სხეული შენდება აი ესე ევქარისტიული ერთობით. და თუ ეს ევქარისტიული ერთობა არ არის, თუ ადამიანები წირვაზე დადიან ისე რომ არ ეზიარებიან და ტყილად განან, თუ ჩვენ არ მოუწოდებთ ერის ადამიანებს რომ ქრისტეს სხეულის აღშენებლობისათვის ეზიარებიან, რომელიც აუცილებლად უნდა ვლინდებოდეს ერთმანეთის სიყვარულში, როგორ შეიძლება ერთი სხეულის ორი უჯრედი ერთმანეთს ჭამდეს. ეს თუ არ მოხდა, რას ნიშნავს?
ეკლესიის მაშინ გამოდის რომ ეკლესიის გარეშე ხარ შენ თუნდაც ეზიარებოდე ყოველ დღე თუნდაც ქვეყნის დაუჯდომლებს კითხულობდე თუ შენ ეს ერთობის განცდა არ აგაქვს და ამ ერთობისათვის არ იღწვი და შენი პიროვნული გადაწყვეტილები და ცნობიერებით აქეთკენ არ მიდიხარ და კიდევ ვიმეორებ ეს აუცილებლად უნდა ვლინდებოდეს ერთმანეთსადმი უაღრესად ფაქის მშვიდ მდაბალ ურთიერთობაში მაშინ ჩვენ არ ვაშენებთ რა ქრისტეს სხეულს ყველაფერი ჩვენ თუნდაც ყოველ დღე ზიარებოდი ამაოა და ასეთი ზიარება კლავს სულს პავლე მოციქული რო ამბობს ხო იცით ეს უღირსად მაზიარებელი ზოგი კვდება იუდა ამის მაგალითი არის იუდა როგორც კი ეზიარა მოკვდა იმ წამსვე საიდან ჩანს რომ მოკვდა იმიტომ რომ შევიდა ეშმაკი დანარჩენი მე უკვე ლოგიკური გაგრძელება იყო ადამიანები რომლებიც ამ ერთობის განცდით არ ეზიარებიან და ეზიარებიან უსიყვარულოდ უმუჯლუგუნებით ეგეთებიც არსებობს თელ რიგ ტაძრებში როცა აი უწესრიგოდ მიდიახობა და მუჯლუგუნებით ერთმანეთს და რაღაცში ბრისხანებს აქაც მინახავს მე ესე იგი ეზიარებოდ ესე შეხედავს ვიღაცა შემთხვევით შეეხო რომ განგმირა თვალები საკუთარი სულის სიკვდილისათვის ეზიარება ესეთი ადამიანი მე არ მინდა შეგაშინოთ იმიტომ რომ მე მესმის ერთის ხრივ ამას კაცრად ამბობ რა მეორეს ხრივ ეზიარები და ერთმანეთის სიყვარული ვის გვაქვს მაგრამ ჩვენ ის მაინც უნდა ვიცოდეთ რომ რა გვაკლია და რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ თორე ეს ძალიან საშიშხი პავლე მოციქული ხა გესმით როგორი ის არის ხო მძიმე დასაწერი მრავალნი წვანან ავათარიან უფრო მრავალი ავათარიან და მრავალი ტექსტში არის ძველ ქართულში წერია წვანან და ორიგინალში ეგ არასწორი თარგმანია ორიგინალში წერია კვდებიან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ძალიან მკაცრად საუბრობს ჩვენ ესეც ვერ გავიგე და ამ ადამიანი რო კითხულობს თანამედროვე ქრისტიანი გონია რაღაც ინდივიდუალისტურ ცოდვებზია განვიკითხე და ვერ მოვემზადე და უღირსად ვეზიარე და მომზადებაში გულისხმობს 40 წუთში რომ უნდა ჩაატიოს ის ლოცვა და ჩაარაკრაკოს თუ ის სწრაფად ჩაარაკრაკა თუ მშიერი იქნა და თუ აი ესე რაღაცა ეს ასკეტურად გამომეტყველებითაც ესეთი არის ეს მზად არის მოვიდა და ვაშკაცურად ეზიარება და მზად არის და ეზია იგულისხმება არა ეს არამედ იგულისხმება ერთობის სიყვარულით განცდა რომ გვიხარია მოვედით და აუ რა მაგარია მოვედით ნახე რა მაგარი ამდენი სტუმარი მოძღვარია მოსული ნახე როგორ ავშენდით დღეს აი ეს უნდა გქონდეს თორე შენი და ჩემი ღირსება ვის დარჩენია განა რა უნდა გააკეთო შენ ახლა დღეს ისეთი თუ ხვალ ეზიარები რომ ხვალდილამდე ანგელოზად იქცე თუ ანგელოზი ხარ და თუ ღმერთთან ახარ და თუ ყოვლადწმინდა სამების წიაღში ხარ უკვე რა ზიარება გინდა თუ ღმერთი ხარ უკვე ეკლესია არის ცოდვილების ერთობა იმ ცოდვილებისა რომლებსაც ერთმანეთის სიყვარული უნდათ ქრისტეს მიერ და არა ინდივიდუალისტური ეგოისტური მართლების ერთობა რომელსაც არაფერი არ ჭირდებათ გარდა პირადი ერთობა ღმერთთან ხო ეს ღმერთი შეგვეწიოს და ღმერთმა მოგცეს ძალა ამ ერთობისა ქრისტეს მიერი და მადლობა უთხრათ მამებს სტუმარ მამებს რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამშვენეს ჩვენი მსახურება ერთობლივი მსახურებით მოგზავნოთ